ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული, შეთანხმებული, პოლიციას თავის ფუნქცია ჰქონდა, ექსპერტებს თავის რამე შობა აქვს. ეს ჩანდა კარგად. რა თქმა უნდა, ეს ზედაპირზე იყო ყველაფერი. და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს მე არ გულისხმობ ახლა ქალბატონ სალომეს. დღეს რაც მოხდა, ეს არის ჩვენი კულტურული იდენტობის ღირსების, საერთოდ ქართველობის შეურაცხყოფა. რომელზეც სხვათა შორის უყვართ ხოლმე აპელირება, რომ რაღაცნაირი ტრადიციული ფასეულობების დედის ტოლა ადამიანს, აი ასეთ რაღაცას უგეგმავ. შენ უნდა გესმოდეს, რომ არასოდეს ცხოვრებაში და შემდგომ კიდე ამაზე ისეთ კომენტარებს აკეთებ, როგორც დღეს ზოგიერთმა უღირსმა კაცსაც ვერ დაუძახებ, ვერ დაარქმევ. რა, აი უღირსმა არარაობებმა გააკეთეს. ჩვენ ყველა საქართველოს მოქალაქეებს უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერთან ერთად ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ქართველობა აი ამ ხალხისგან დასაცავი გვაქვს. თორე ესენი ისეთ რაღაცებს იკადრებენ. აქ არ არის საუბარი უკვე დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, ქვეყნის საერთაშორისო ორიენტაციაზე. ამაზე კი არ არის საუბარი. საუბარი არის ჩვენს კულტურულ იდენტობაზე. როდესაც აი ეს ხალხი მე არ ვიცი ამას ეს ყველანაირი ზღვარს მიღმა. ეხლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თითოეული აქტიური საქართველოს მოქალაქე და პოლიტიკოსი მათ შორის. მაშინ როდესაც უმიზეზოდ ახალგაზრდებს, აი ნაღმების უკან დამალული ზოგი პოლიციელი, ზოგი სპორტსმენი, ზოგი რაღაც მის კრიმინალი უმიზეზოდ უბრალოდ აი ესე იტაცებენ, მათ სცემენ, ჟურნალისტებს თავს ესხმიან და ამ შემდეგ უნდა გვესმოდეს, რომ სამწუხაროდ, საუბედუროდ ეს ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ძალადობა ივანიშვილმა ბიძინამ გახადა არგუმენტი ადამიანებს შორის ურთიერთობაში და უნდა გვესმოდეს, რომ თუ ასე გააგრძელეს, მაშინ მივალთ იქამდე, რომ ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დასაცავი გვექნება. და ყველას ეს ეხება თითოეული იმ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც უბრალოდ განსხვავებული აზრი აქვს. რამე არ შეცვალეთ, დაცვა არ გყავთ, ბატონ გიორგი? როგორც ჩანს, იძულებული ვიქნები, რომ რაღაცნაირად მეც ამაზე ვიზრუნო, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. მესმის, არ გიყვართ ხოლმე თქვენ ამბობთ, რომ რაღაცა მე ვერავინ ვერასოდეს ვერ შემიზღუდავს უფლებას ჩემს ქალაქში, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე. ვიღაც არარაობები, რომ მე გადაადგილება შემიზღუდონ, აგერ ნახავთ, აბა, ვინ ვის რას შეუზღუდავს, აგერ შევხედავ. მაგრამ შეიძლება ამ ინციდენტების შემდეგ რაღაცნაირად პერსონალურ უსაფრთხოებაზე იზრუნოთ. ყველამ უნდა ვიზრუნოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უნდა გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ამ კონტექსტში მინდა ძალიან დიდი მადლობა ხაზგასმით. და აი გულწრფელად უდიდესი პატივისცემა მზიამაღლობელს დაუდასტურო იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც მან მიიღო. გასაგებია, რომ ამ ყველას ყველაფერი დაუმტკიცა პირველ რიგში, აი ამ უღირს, არ ვიცი ახლა მას რა დავარქვა, მაგრამ ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება იყო. ეს იყო თავის თავზე ინდივიდუალურ რაღაც, აი პერსონალურ პირად ბრძოლაზე მაღლა დააყენა საერთო ბრძოლა, რომელშიც ეს ადამიანი ყველანი დაგვაყენა, არ ვამბობ, რომ რაღაცა ვინმეზე მეტად ან ნაკლებად, მაგრამ ყველანი ისე მძიმედ ვიყავით და თქვენც მადლობა იმ პოზიციისთვის, რომელიც სულ მოუწოდებდით მას, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებაზე ეფიქრა და მიეღო ყველას თქვათ ვორდინგი არ იყო ამგვარი და ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა მას. დღეს ივანიშვილის დაბადების დღეა, მას მისი თანაგუნდელები დიდ ამბებს უძღვნიან. თქვენ თუ ეტყოდით რამეს და დღეს თქვენი სტატუსი წავიკითხე, სადაც დამჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაცნაირად დავალების გაცემის პროცესი გაქვთ აღწერილი. ხედავთ ამას, როგორ პერსონალურად ზის და ამბობს, რომ აი დახვდით კვერცხით გახარიას და ესროლეთ სალომესაც ან როგორ არ ვიცი. მე ამას უყურებს, მე ამას ეს მიაქვთ და მე უყურებს ამას და გვებედნიერი ამით. განამარტო დავალებებს აძლევს. ხო და დავალების გაცემაზე მითხარით. არა, დავალების გაცემაზე რა თქმა უნდა, მისი პირადი ინსტრუქციით ხდება ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა. აბა სხვანაირად როგორ. დღეს კი არის დაბადების დღე, მაგრამ ხა რას ვიზახ დაბადების დღე. დღეს დაბადების დღეზე უფრო მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. ჩემი გადადგომის დღეა, ზუსტად 4 წელი გავიდა. ზუსტად 4 წელი გავიდა და არც ერთი დღე. არც ერთი, მაშინ გავუკეთე საჩუქარი. არც ერთი დღე, არც ერთი წუთი ამ გადაწყვეტილებაზე არ მინანია.
მაშინ როდესაც მე შევძელი და ეს არ იყო მარტო ჩემი გაწყვეტილება. ეს ჩემ გუნდთან ერთად მიღებული გაწყვეტილება იყო. ხბერმა არ იცის ის რა იყო, როგორ მოხდა და რა გარემოებებში მოხდა. არ არის ხმის დროს ამის დროც მოვა. ზოგიერთი იდიოტი რო გამოდის და რაღაც ისულელებს რო ყვება, წარმოდგენა არ აქვს მაშინ იმ ღამეს რა ხდებოდა. თუმცა ამას თავი რო დავანებოთ. ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც საქართველოში პოლიტიკაში ყოფნის დროს მე მიმიღია. არც ერთი წუთი ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ და არ გიფიქრიათ რომ დარჩენილიყავი რაღაც უფრო მეტი იქნებ, კარგი გამეკეთებინა იქნებ, აქამდე არ მოსულიყო ეს გუნდი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ქვეყნის ღალატზე უარის თქმა იყო მაშინ ის გადადგომა, სხვა არაფერი და დარწმუნებული ვიყავი იმაში, სადაც მივიდოდა ეს ყველაფერი და ეს არ ყოფილა რაღაც როგორ გითხრათ ახლა რაღაც ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა პერსონალურად ნათქვამი რომ ამ ქვეყნის ღალატში ჩვენი გზა ერთად ვერ იქნებოდა და ეს ყველაფერი ახლა მოხდა. გასაგებია და მე ძალიან კარგად მესმის ბევრი საქართველოს მოქალაქე რომლისთვისაც მაშინ ეს გადაწყვეტილება იყო გაუგებარი. ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნების გამჩენი და აუხსნელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ უმრავლესობა მათგანი ამ წლების შემდგომ სულ უფრო და უფრო ნათლად ხედავს ჭეშმარიტ და ნამდვილ მიზეზებს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების. კი ბატონ გიორგი, ნახეთ, თქვენ ამბობთ რომ ხედავთ პროცესს, როგორ გასცემს ივანიშვილი ამ დავალებას, შემდეგ მიაქვთ კადრები, აჩვენებენ როგორ შეასრულეს ეს დავალება და არის კმაყოფილი. ასე ხედავთ ამ სცენას. ამასთან ერთად ის გასცემს მათ შორის პერსონების მონიშვნით თუ ზოგადად, იმიტომ რომ თქვენ უკვე მეორედ ხართ თავდასხმის ობიექტი, ასე ვიტყვი, მსხვერპლი არა, მაგრამ ძიმე იყო ბევრად პირველი შემთხვევა. რო გესმოდეთ ანუ თქვენ და ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში რისი თქმა უნდა თქვენთან დაკავშირებით განსაკუთრებით რომ ისინი ოპონენტების მიღმა მათი გადასახედიდან ივანიშვილის პერსონალური გადასახედიდან მოღალატეებიც არიან რაღაც ანუ ამ ფორმით შეთავაზება. მოღალატე ივანიშვილი აქვს. ქვეყნის მოღალატე დღეს ნათლად ჩანს ვინ არის. იმიტომ რომ სამშობლო საქართველოს კი არ არის მათი სამშობლო. მათი სამშობლო არის ფული. ფულია მათი სამშობლო და აქედან გამომდინარე ეკეთებენ ყოველთვის. რაც შეეხება, გაითვალისწინეთ ერთი რამ. ძალადობის ლეგიტიმაცია დღეს აი ამ ქვეყანაში შეუძლია ერთადერთ ადამიანს. ეს ძალადობის ლეგიტიმაცია მან მოახდინა, როდესაც დაიწყო სასტიკი დარბევა მშვიდობიანი აქციების. რა თქმა უნდა, მაშინ დავალება მარტივი ქონდა გაცემული, რომ თავარი არ მოკლათ, დანარჩენი ყველაფერი შეგიძლიათ. ეს აკონტროლეთ. ეს იყო მისი დავალება. რა თქმა უნდა, მისი დავალება. უყურეთ. ეს იყო მაშინ სისტემური მასობრივი. ამან არ იმუშავა. პირიქით უკური აქცია მოყვა. ამან გამოიწვია ხალხის უფრო გაზვიადება, გაბრაზება, კონსოლიდირება და ეს აქციები კიდევ უფრო მასობრივი გახადა. ამის შემდგომ უკვე ეს დავალება გახდა პერსონალიზირებული, ინდივიდუალური და რა თქმა უნდა. ჩემთვის აქ ორი აზრი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის მისი პირადი ინსტრუქციები და რაღაც დონეზე, რა თქმა უნდა, ის თვითონ მიუთითებს. რა ფორმები იქნეს გამოყენებული, ასე ხედავთ? რა თქმა უნდა, ხედავ კი არა, დარწმუნებული ვარ ამაში. კი ბატონო, ამ დარწმუნებას გაძლევთ მასთან ურთიერთობის პრაქტიკა, რაც ამ დარწმუნებას ბევრი რამე მაძლევს და არ არის ახლა დეტალები. შესწრები ხართ რაღაც ამ ტიპის დავალებას, ვიღაცას კვერცხი ესროლე, როცა ასეთ დირექტივას გასცემთ? არ შესწრები ვარ. რო შევსწრებოდი, მაშინაც ზუსტად ისე მოვიქცეოდი, როგორც 4 წლის წინ მოვიქეცი ზუსტად ამ დღეს. კი ბატონო, რა ეტაპზეა ახლა პროცესი? თქვენ გიყვართ მათ შორის ამ სტუდიაშიც ბევრჯერ გილაპარაკიათ რაღაც ფაზებზე, რომელსაც გადის პროცესი, რომელსაც გადის პროტესტი. ახლა ივანიშვილს აქვს სხვადასხვაგვარი ტაქტიკა. პარლამენტის აღიარების და ვინც არ უნდა იმის შემდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემის ტაქტიკით მოქმედებს ალბათ საგამოძიებო კომისია, როცა შექმნა პარლამენტში, ასეთი პერსონალური თავდასხმები, დიდი ჯარიმები, სამსახურებიდან გაშვებები, ну აი სხვადასხვაგვარი მეთოდით ის ცდილობს ახლა პროტესტი თუ არ გაანულოს, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ეს ვთქვათ გაწოვისკენ წავიდეს ეს პროცესი. თქვენ რაში ხედავთ ახლა ამ პროცესის გაგრძელებას, რა შეიძლება იყოს მისთვის რაღაც ახალი სუნთქვის მიმცემი, ან საით წავიდეს ეს პროცესი? რას ხედავთ? ესე იგი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს რას ფიქრობს, ან რა მიზნები აქვს. რა ამოძრავებს, ხო საერთოდ ამას თავი უნდა დავანებოთ. ჩვენთვის მთავარი რა არის?
ჩვენთვის თავარიც არის რომ დღეს ჩვენ მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული მიზანი და გეგმა. ეს გაყოფილი გვაქვს ორ ნაწილად. ფაზებს რო თავი დავანებოთ, მე ახლა საუბრობ გეგმაზე. ქვეყნის შიგნით ეს არის გეგმა და მიზანი, როგორ მივახციოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და შემდგომ როგორ მივახციოთ არჩევნებს. ეს ორი მიზანი არჩევნები დავარქვათ ამ ერთი სათაურით ამ გეგმას. არ არის, იმიტომ რომ არჩევნები საარჩევნო გარემოს არჩევნები პლუს გარემო, კი ბატონო. პირველი გარემო. ხაზგასმით ვამბობთ, ამ ძალიან დიდი მნიშვნელობა. საარჩევნო გარემო და შემდეგ არჩევნები. ეს არის ქვეყნის შიგნით. ასევე გვაქვს ორი ამოცანა ქვეყნის გარეთ. როგორ დავაბრუნოთ საქართველოს ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ევროპულ პოლიტიკაში გლობალური ცვლილებებია. ამაზე დაბრუნებაზე ახლა მუშაობა თუ პირიქით ოცნების, არაღიარების და იზოლაციონიზმის გაგრძელებაზე. მათ მიერ საქართველოს როგორ დავაბრუნოთ, ოცნება კი არა. საქართველოს როგორ დავაბრუნოთ. ახლა ესენ წარმოადგენთ გვინდა არ გვინდა. რას წარმოადგენთ? ეხლა მაგალითად ერთი კვირის კერა 2 დღის უკან საქართველოს მიუნხენში წარმოადგენდით მე და სალომე ზურაბიშვილი. ვინ წარმოადგენდა საქართველოს, აბა? ამას ვგულისხმობ, როდესაც გეუბნებით, რომ უნდა დავაბრუნოთ, თქვენ რა გონიათ? ათობით ათასი ადამიანი, რომელიც დგას და ყოველდღიურად აქციაზეა. ისინი აბრუნებენ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგში. ისინი აბრუნებენ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგში. პირველი ამოცანაა დავაბრუნოთ საქართველოს ევროპულ დღის წესრიგში და მეორე დავაბრუნოთ საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს ორი ამოცანა გვაქვს ქვეყნის შიგნით, ორი ამოცანა გვაქვს ქვეყნის გარეთ. მაგრამ პირველზეა მიბმული მეორე. თუ პირველი არ მოხდა, თუ რამე არ შეიცვალა, აქ როგორ შეიძლება ეს მოხდეს? ურთიერთზეა დიანა მიბმული. თუ საქართველოს ჩვენ პროტესტანტებმა, ჩვენ პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო სექტორმა არ დავაბრუნეთ ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში, მაშინ აქ ცვლილებები ძალიან გაგვიჭირდება. იმიტომ რომ ჩვენ ამ ხალხის მხარდაჭერა გვჭირდება იმისთვისაც, რომ არჩევნებს მივახცევთ. ამერიკას შეგნებულად არ ახსენებთ ადმინისტრაციის ცვლილებების შემდეგ თუ არც არის ამერიკას დღეს ჩვენთვის. ამერიკას ბევრად უფრო მაღალი რანგის გლობალური გამოწვევები აქვს და დღეს საქართველოს ამ გამოწვევების კონტექსტში არის თუ არა საქართველოს? აი ხა მიგეთქვით მარტივად. რა ხდება დღეს? ივანიშვილმა ბიძინამ ყველაფერი გააკეთა. სვასი ამბობ, ჯერ გვარს ამბობთ მე სახელს, სტილია თქვენი. არა, სტილი არ არის. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში იყო ქველმოქმედების და ბევრი კარგი საქმის კეთების სიმბოლო და ივანიშვილი ბიძინა ვინ არის ჯერ აკაცშვილმა არ იცის და გამოჩნდება აგერ რა ვინ არის მომავალში. ანუ ეს ტაქტიკა ასე და რა თქმა უნდა ეს უნდა გავყოთ. ეს უნდა გავყოთ რა თქმა უნდა. ეს აღარ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ივანიშვილი ბიძინა. რა თქმა ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა. ეხლა დღევანდელ განცხადებაშიც დავაკვირდი ორჯერ ესე გქონდათ მოხსენიებული. ათი სულ ასე მოიხსენიეთ. კი ბატონო. ეხლა შეხედეთ. ივანიშვილი ბიძინა. კი ბატონო. ეხლა შეხედეთ. ივანიშვილმა ბიძინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგიდან გამქრალიყო. საერთოდ, აი როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მიუნხენში, საერთოდ მიუნხენს თავი რო დავანებოთ, დღეს გლობალური წესრიგი იცვლება და მისი მთავარი ამოცანა იყო, რომ საქართველოს საერთოდ არსად არ ყოფილიყო. აი როგორი მოსაზრებაც არ უნდა ქონდეს ადამიანს. ვიღაცა იყოს მემარჯვენე, მემარცხენე, იმ ქვეყნის მომხრე, ამ ქვეყნის მომხრე, ამ ნიშნულობა ისეთი ორიენტაციის, ასეთი ორიენტაციის, მაგრამ როგორ შეიძლება შენ კეთილსინდისიერი და შენი ქვეყნის კეთილმსურველი იყო და გინდოდეს რომ გლობალური დღის წესრიგიდან შენი ქვეყანა გაქარეს საერთოდ. რაც ნიშნავს იმას, რომ მიმდინარე პროცესებში და შენი ქვეყნის ადგილზე ამ პროცესებში არანაირი ზეგავლენა არ ქონდეს. ამიტომ არის ეს საკადრო პოლიტიკაც. ამიტომ არის ეს საკადრო პოლიტიკაც. პრეზიდენტად რო ნიშნავ ისეთ ადამიანს, რომელსაც საერთოდ ვერაფერს ვერც დარეკავს ვერსად. აი რო დაჭირდეს, აი რაღაცა რო მოხდეს კატასტროფა, რო ვერც დარეკავს ვერსად. ხო? ეს ნიშნავს იმას, ადასტურებს იმას, რომ საერთოდ გლობალური პოლიტიკიდან ქვეყნის მნიშვნელობა და ქვეყნის დღის წესრიგიდან უნდა რასაც ცდილობს რომ მიაღწიოს. ეს მკაფიოდ გამოჩნდა მიუნხენში. მკაფიოდ გამოჩნდა მიუნხენში, მაშინ როდესაც ქვეყნები ცდილობენ თავიანთ სტრატეგიულ ამოცანებს მიაღწიონ, ან თავისი თავი დაიცვან, იქ საერთოდ აი ჩვენ რო არ ყოფილიყავით, არავის არ გაახსენდებოდა საქართველოს. აგერ შეხედეთ ჩვენს მეზობლებს. მაშინ როდესაც როგორადაც თქვენ გაახსენეთ საქართველოს, ეს არ იყო მის ინტერესში. ამის პასუხიც იყო ალბათ მის თავად ჩათვალა, რომ აეროპორტში ამ ტიპის პასუხი. ალბათ ამაზეც არ არის. თენა იმაზეა რომ აი აქეთ არავინ არ გამოიხედოს. აი მე შევძლო რომ აი
ეს ჩვეულებრივ კასად გამოვიყენო, რუსულ სიტყვას ვიყენებ სპეციალურად, აი ეს ქვეყანა, იქ რაღაცა რაც მინდა ის შემოვიტანო, რაც მინდა ის გავიტანო, ვინც მინდა შემოუშვა, ვინც მინდა გაუშვა, ყავდეს ასეთი პრეზიდენტი, ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე, რასაც აი სიტყვის ამოღების რესურსი რო არა აქვს ისეთი ადამიანები, აი რაც მინდა იმას ვაკეთებ რა. და ეს ჩვენ სტრატეგიულ მომავალს გვიკარგავს კი არა. ისეთ უზარმაზარ საფრთხეებში შევყავართ, რომ ნუ ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება აი ელემენტარულად გონება რომ მოეკითხება ისეთ ადამიანი, აი ასეთ რაღაცებს უკეთებდეს თავის ქვეყანას და მერე მოდიოდეს. და ჩვენ გველაპარაკებოდეს რაღაც პატრიოტიზმზე. აი ხანდახან არც გველაპარაკება. არა, ხო, არჩევნების წინ ხო გველაპარაკებოდა. არჩევნების წინ ხო არჩევნების წინ ევროპაზე არ გველაპარაკებოდა? მე მიგიყვანთო ევროპაშიო, ხო? ხო გველაპარაკებოდა. ღირსებაზე ხო გველაპარაკებოდა. აი ხა გუჩი დღესდილით იყო, რაც გააკეთეს ეს ღირსება, ეს არის ღირსების განსახიერება და უღირსობა კიდე რა არის? ძალიან იმდენი ვერც აი ეს ყველაფერი რომ მოხდა, მერე თქვეს, ვიღაცა გამოსულა, კითხულობდი და უთქვამს, რომ ჩვენო კაცო, მილიონი მხარდამჭერი ყავსო და იქიდანო ვინ გააკეთა აბა რა ვიცი, თავის მხარდაჭერებს დააბრალის. ის რაც თვითონ გააკეთეს, მერე აიღეს და თავის მხარდამჭერებს დააბრალეს. აი როგორ ვფიქრობთ ახლა აქ ღირსება და მორალი არის სადმე? კი ბატონო. გიორგი, თქვენ ახსენეთ კასად უნდა ამ ქვეყნის გამოყენებაო. ხშირად დამისვამს კითხვა ჩემი სტუმრებისთვის, როგორ ფიქრობთ იმ დროს, როდესაც ის მთელი ქონებრივი და ესე ვთქვათ, უძრავ-მოძრავი ქონების, არ ვიცი და ფინანსური რესურსების ეს ვთქვათ, ქვეყნის შიგნით შემოტანას, გადმოტანას ფიქრობს და ამას აკეთებს კიდეც რამდენიმე ეტაპად, ეს პოლიტიკურ ენაზე როგორ შეიძლება ითარგმნოს. კაცი, რომელსაც ეშინია ან პროტესტი მისთვის დისკომფორტული, ან ფიქრობს, რომ დღეს არის ხვალ არ იქნება, ის ამ ტიპის ეს ვთქვათ, დაბანაკებას თავისი რესურსების მოახდენდა თუ არა ამ ქვეყანაში. არანაირი სხვა რა გზა აქვს. იქ არჩევანი არ რა თქმა უნდა, იქ ეს რესურსები უკვე საფრთხის ქვეშ არის. აქ რაღაცა ხო იცით, ერთი ორი დღე, ორი თვე გახანგრძლივების რაღაცა რესურსის ჯერა. მარტივია, შეხედეთ. ადამიანი, რომელიც ჩვენ გვარწმუნებდა, აი 2012 წლიდან, რომ ქველმოქმედებაში 3 მილიარდი დახარჯა, რომ კიდე შვეიცარიის ბანკმა ქვეყნისთვის რო იბრძოდა კეთილდღეობისთვის, ამისთვის მილიარდი წაართვა. მე გითხრა რომ მთელი ჩემი ქონება საქველმოქმედო ფონდს დაუტოვე და 200 მილიონი დავიტოვე მე სახარჯოთ Forbes-ის ხო ყველაზე რეპუტაციული გამოცემის მონაცემებით 2013 წლიდან დღემდე ქონება აქვს გაზრდილი 3 მილიარდით და თან გვეუბნება რომ ბიზნესი არ აქვს არაფერი მე ვიგებთ რომ თურმე ჰაიდელბერგი მისია ეს იმის ეხა უყურეთ საბოლოო ჯამში რაც წინ მიდის მის ირგვლივ ეს არის მისი პერსონალური. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში გამოდის რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ადამიანი გამდიდრდა 3 მილიარდით და ჩვენ ყველანი გავღარიბდით. ეს ხო ხალხის ფულია. ეს არის ხალხის ფული და თუ ვინმეს გონია რომ საქართველოში ამხელა ფულის შოვნა შესაძლებელია ლეგალურად ნუ ამას ყველაფერს მომავალი აჩვენებს. კი ბატონო. ამიტომ ვთქვი მე რომ ეს ყველაზე დიდი საფრთხეა თქვენ სწორად მიუთითეთ. ამიტომ ჩვენი ამოცანა რაღაც იდეა ფიქსები კი არ არის. ჩვენ ხო იმას ხო არ ვამბობთ რომ ამ ადამიანს ფული არ ქონდა, რა თქმა უნდა ქონდა. და რა თქმა უნდა ყველაზე მდიდარი ქართველი იყო, მაგრამ ის რაც ხალხს მოპარა, რა თქმა უნდა ამაზე პასუხისგაცემა მოუწევს. და მე როდესაც ვამბობ რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ პირველ რიგში დაკარგოს მისთვის ყველასე ძვირფასი ფული და შემდგომ ძალაუფლება მხოლოდ ერთი მიზნით როგორ უნდა დაკარგოს რა ქვია გააკულაკებთ გას აი არ ვიცი ტერმინი ვერ მოვიძებნე როგორ უნდა დაკარგოს სასამართლოს და საკანონმდებლო ინფრასტრუქტურა ხო მოყავთ ახლა წესრიგში ხო აი ქვეყნის ღალატის ახალ მუხლებს აკეთებენ ეს ძალიან კარგია მის წინააღმდეგ გამოიყენებთ ხელისუფლებაში. არა, რატო ეხა როგორ ფიქრობთ ეხა თქვენ თუ ოცნებას აქვს უფლება წინამორბედი, რომლის დანაშაულების გამოძიებასაც მეც ვემხრობი, რატო არ ექნება სხვას უფლება ოცნების დანაშაულები რომ გამოიძიოს? შეგიძლიათ ამაზე ლოგიკური კითხვა ხო არის? არა, კითხეთ უბრალოდ როგორ ტოვებთ მას უფულოდ, იმიტომ რომ ის ვიდრე პოლიტიკაში იყო უკვე ფულით.
ვიდრე პოლიტიკაში შემოგვიყვანს. ამას ვამბობ, არავინ არ იდავება მას იმას, რომ იყო, ხო? აი 3 მილიარდი რო იშოვა, რო გამდიდრდა. წყარო ხო უნდა ახსნას, ხო საიდან? კი ბატონო. როგორ ხედავთ ახლა თქვენ თქვით რომ 2.60-ანა არჩევნების და გარემოს შეცვლა შიგნით და გარედან საქართველოს ევროპული დღის წესრიგში დაბრუნება. აი ამას ხედავთ ამ პროცესის ეს თქვათ ამ დინების თუ ამ სეზონის თუ ამ ეტაპის ბოლოში ხედავთ თქვენ ამ მოთხოვნის მიღწევას? დიახ, რა თქმა უნდა. ვიდრე თვითმმართველობის არჩევნებამდე თქვენ კიდევ ერთ არჩევნებს ხედავთ? ბოლოს არა კორექტულად აზუსტებ კითხვას. თქვენ პასუხში პოლიტიკურ კორექტულობას. კი ბატონო, თქვენ პასუხში შეიტანეთ. კი ბატონო, შეხედეთ. მე ამიტომ აბსოლუტურად პოლიტკორექტულად მითხარით, რომ მთავარი პრიორიტეტი დღეს თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის უნდა იყოს საარჩევნო გარემო. იმისთვის, რომ ჩვენ აზრი დაუბრუნოთ ნებისმიერ შემდეგ არჩევნებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საარჩევნო გარემო არის ყველაზე კრიტიკული საკითხი, რომლის მოგვარების გარეშეც საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებას ყველანაირი აზრი ეკარგება. ამიტომ ვისთან უნდა ილაპარაკოთ, სად არის ის ადგილი, სადაც ამისთვის უნდა ილაპარაკოთ? ამისთვის რისთვის? საარჩევნო გარემოს შესაძლებლობა. სად არის ის ადგილი, როდესაც მაგალითად გუშინ ეთერში იჯდა ჩვენი თანაგუნდელი ზვია ძიძიგური, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციამ 850,000 ხმა მიიღო და ოცნებაში ატყდა ჟრიამული, არჩევნები აღიარესო. აი აქ არის და ჩვენ თუ გონია, რომ კვერცხები, რომლებიც დღეს თავი მოაქვთ რა, კვერცხების მტყორცნელი კვერცხები, რომ რაღაცას გონიათ, რომ ვიღაცას და რაღაცას აკონტროლებენ, ისინი ვერაფერს ვერ აკონტროლებენ. მათ ეს სიძლიერე, რომელიც იმალება ნიღბების უკან და აი ხა როგორ ყველაზე მე არ ვიცი ხა ყველაფერი მაშინ ვცდილობდი, აი გუშინ იყო ხო, რომ სახეზე უბრალოდ არ დამტყობოდა ის სიბრაზე, როდესაც ბავშვები, ახალგაზრდა გოგოები. ესე იგი, როგორ შეიძლება ხელისუფლება, რომელიც ქალებს ეფარება, ყველას ბავშვებს ხო ამოეფარა? უბედურ მშობლებს შვილები რო იმათ ეფარება, ეკლესიას ეფარება, სამშობლოს სიყვარულს ეფარება, რა ვიცი, ყველაფერს ამოეფარა. რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აი ეს რაღაც ფეხების ბაკუნი, რომ გამოვლენ, რომ აი ჩვენ მილიონი ეს ყველაფერი იმდენად ილუზორულია. ერთ მშვენიერ დღეს, ოღონდ ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და მტკიცეები. აი როგორც მზია ამაღლობელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს, აი ეს სიბნელე დარწმუნებული ვარ და მე ამ მშვენიერ დღეს მომავალს იმას გეგმა, რომელზეც მე გითხარით, ამის კომპლექსურობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროტესტი, რომელიც დღეს ყოველდღიურად არის, საქართველოს ინარჩუნებს საერთაშორისო ევროპულ პოლიტიკაში. შენარჩუნება აქ ევროპულ პოლიტიკაში ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ერთობლივად ვიმოქმედოთ იმაზე, რაც დღეს ოცნებას ყველაზე უფრო ჭირდება, ლეგიტიმაცია, რომელიც არა აქვს და ვერც უნდა მიიღოს და ამის მიღწევა არის კომპლექსური. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქ შვიდობიანი პროტესტის საშუალებით და უნდა ვიმუშაოთ გარეთ და ამას ვაკეთებთ. კი ბატონო, თქვენი მანდატების თემა არის განხილვის თემა ოპოზიციის შიგნით, მას შემდეგ რაც ჩაუხსნეს ყველა სხვა დანარჩენს, მათი მოთხოვნის საფუძველზე აქვე დავამატებ და შემდეგ ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც მოხვდა სხვათა შორის ეს გადაწყვეტილება. თქვენი მანდატების თემა იქნა განხილვის საგანი, თქვა სხვა პოლიტიკური პარტიები მოგიწოდებენ, რომ ამ პარლამენტში დარჩენა თუნდაც არ შესვლა, მაგრამ უფლებამოს მანდატების ქონით და უფლებამოსილების ფარგლებში ხართ მაინც ამ პარლამენტის, ეს არის რაღაც რუსული საქმის კეთება ივანიშვილთან ერთად. რას აპირებთ თქვენ ამ მიმართულებით? არ გავაკეთებ კომენტარს იმ ხალხზე, რომელიც აი საერთოდ არაფრის გამო რაღაც ილუზორულ არ მქონს საკითხებს, რომ აი გამოიგონებენ, ხო და არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს. რაც შეეხება მანდატების საკითხს, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ბევრჯერ მithქვამს, რომ ამ პარლამენტს ჩვენი ლეგიტიმაცია არ აქვს და არ ექნება. დანარჩენი ყველაფერი ჩვენი შიდა საკითხია. თუ ვინმეს რაიმე კითხვის დასმა უნდა, ყველას აქვს ჩემი ტელეფონი.
და ყველას შეუძლია და ყველა მიიღებს იმ პასუხს. კერძო სატელეფონო საუბრის თემა ხომ არ არის ეს? თქვენი ამომრჩეველიც, ბატონო გიორგი, ნახეთ, მე მაქვს ასეთი კითხვა. მოდი დავამთავრე. მე არ ვემხრობოდი, ვიტყვი, არ ვემხრობოდი მანდატების ჩაბარებას და გაუქმების მოთხოვნით პარლამენტის მიმართვას. მე როგორც ერთი მოქალაქე. ეხლა ემხრობით? არ ვემხრობოდი თქო ვამბობ. ეხლა რა შეიცვალეთ პოზიცია? არ ვემხრობოდი. გავით. მე ვარ ძალიან თანმიმდევრული ვარ, სპეციალისტი არ ვიცი. კი ბატონო, არ ვემხრობდი, მაგრამ თქვენ არ ხართ მე მგონი თანმიმდევრული. ან აღიაროთ უნდა პარლამენტი, აღიაროთ უნდა საარჩევნო შედეგი და შეხვიდეთ პარლამენტში, ან არ იყოთ, ანუ რაღაც შუალედურ პოზიციაში ხართ და ამიტომ სჭირდება ალბათ თქვენ სამომრჩეველს მეტი ახსნა ამ თემაზე, იმიტომ რომ ან ერთია ყველა აღიარებს, მე საერთოდ ვფიქრობ, რომ 61 მანდატის გადაყრა არ იყო გონივრული ნაბიჯი, მაგრამ მე არა ვარ ოპოზიციონერი. მე არა ვარ ოპოზიციონერი, მე არ ვარ პოლიტიკოსი, მე არ ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, ეს არის შეფასება. კი ბატონო. შეფასება და ივანიშვილი როგორ იქცევა ამის მიხედვით ეს არ არის ივანიშვილის პარლამენტი, ეს არის ამ ომში ხალხის მოცემული ხმები, მაგრამ ან აღიარებთ, ან ამბობთ რომ მივიღე ამდენი პროცენტი, როგორც მიწერდა მაგალითად სხვადასხვა კვლევით მიწერდნენ ამ პროცენტს, მივიღე ეს პროცენტი, მეტი ვერ შევძელით, ვერ გადავანგრიეთ რეჟიმი, სისტემა, სხვადასხვა ეს თქო შესაძლებლობები ჰქონდა თუ ამრავი, შევდივართ, ვიბრძოლებთ იქაც, აქაც, ან ეს არის, ან არ ხარ პარლამენტში. აი რაღაც ეს შუაში როგორ არავინ შუაში არ არის. არავინ არსად შუაში არ არის. შეიძლება თქვენ ემოციური ხართ, შეიძლება არა, აი გიხსნით, შეიძლება ემოციურად გიხსნით, მაგრამ ეს იგულისხმე, ეს იგულისხმე. კი ბატონო, რაღაც უბრალოდ როლში შევედი. ეს მომწონს. შეხედეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. ყველას შეუძლია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით, მაგრამ არის ეროვნული საკითხები, სადაც პოზიცია უნდა დააფიქსიროთ. ეროვნული საკითხი გახლავთ ის, რომ ამ პრობლემას ლეგიტიმაცია აქვს თუ არ აქვს. მე გეუბნებით კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ. წერტილი. ხა მე ამას როგორ ვაკეთებ? სიების არ ჩახსნით და ისე ლეგიტიმაციის არ მიცემით თუ სხვა ფორმით, ვისი რა საქმეა ეს ერთი. თქვენ რა გინდათ ახლა მითხრათ რომ ის არის ესე თქვენი ამორჩეველს აინტერესებს ყველაფერი აინ ხო ხედავთ? მე ჩემ ამორჩეველს რამდენს ველაპარაკები, იცით რამდენს ველაპარაკები? რა თქმა უნდა და მათი 99 და 90% სხვათა შორის იმ პარტიების დიდი ნაწილით, რომლებმაც აი ეს სისულელე გააკეთეს, მათაც ძალიან კარგად ესმით და ამიტომ ახლა იმისთვის რომ ვიღაცამ საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს, სანამ ჩვენ არ გადავდგით პოლიტიკურად სხვა ნაბიჯი. ეს პრეტენზიები მიუღებელია. ყველამ თავის თავს მიხედოს. ჩემი მთავარი პოლიტიკური როგორ იკმაყოფილებენ ამით? უბრალოდ თქვენ მოგიწოდებენ, რომ თქვენ რა გადაწყვეტილება, მაგალითად კონკრეტულ გუნდს აქვს პრეტენზია, რომ რაღაცნაირად პარლამენტის ქმედით უნარობის პრობლემა შეიქმნება თუ თქვენ არ იქნებით. სისულელი ეგ არის ტყუილები. ზღაპრებს რომელსაც იგონებენ, ამით იკმაყოფილებენ ეგოს. იმისთვის რომ თავიანთი შიდა პრობლემები როგორმე გადაფარონ, სხვა არაფერი არ ხდება. ეს ყველაფერი დანარჩენი არის ჩვეულებრივი ტყუილი, მოგონილი ზუსტად ისეთი, როგორც ჭორების სახით ავრცელებდნენ თავიდან, რომ აი ვიღაცა შევა, ან ვიღაცა არც ხო ხედავთ სახელებსაც არ ვასახელებ რა. კი ბატონო, რისთვის დაგჭირდებათ ეს მანდატები? ამით თქვენ პარტიულ დაფინანსებას იღებთ, რაც არ არის უმნიშვნელო ფაქტორი, აქვე ვიტყვი, ესეც ჩვენი ფულია და არა ივანიშვილის და აქ მე მაქვს ჩემი პოზიციონირება გარკვეულ საკითხებში, როგორც მოქალაქე. მე გეტყვით რა არის მნიშვნელობა? რისთვის ინარჩუნებთ მაშინ ამ მანდატს? იმისთვის ვინარჩუნებ, რომ მე პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის, რაც ჩვენ მოქალაქეებმა მოგვანიჭეს, იმის ნაწილი მაინც დაფინანსების სახით რომ მივიღოთ, რომ იმიტომ არ ვიყო დამოკიდებული ბანკირებზე, ფინანსურ ვიღაც იმაზე ჯგუფებზე და არ ვიყო დამოკიდებული კონკრეტულ ტელევიზიებზე, არ გულისხმობ არავის რა, რომლების უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან, მე ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა პოლიტიკურად არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ამით ვემზადები შემდგომი ბრძოლებისთვის და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეიარგოს, კაცო. შეუძლია დაწეროს, შეუძლია არ დაწეროს. ეს ახსნაა და განმარტებაა. თქვენ გონიათ მე ეს პირველად ავხსენი?
პირველად ახსენი. ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ ვიღაცის ეგო დაკმაყოფილდეს, ყველა სტუდიაში უნდა ვიარო და ერთ და იგივე. ვიღაცის ეგო რა შუაშია? იმიტომ რომ ჩემ ამორჩეველს არ აქვს. ეგოზე ხომ არ არის მხოლოდ მე მაქვს კითხვა, მე ერთ კონკრეტულად. დაკმაყოფილდი? კი ბატონო. ეს ჩემთვის გასაგებია. შევცვალეთ თემამაში. ეს არის ეხლა სად ხართ თქვენ პარტიები, არის თუ არა რამე ფორმატი, სადაც ხართ ერთიანად, იმიტომ რომ თუ ლაპარაკია რომ ივანიშვილმა ბიძინამ წაგართვათ არჩევნები, რომ რეალურად თქვენ ხართ 4 ბარიერგადალახული გამარჯვებული პარტია. ამ პარტიას ერთმანეთთან უნდა კონდეს გარკვეული კომუნიკაცია, არ ვიცი, თქვენ ერთობას უნდა ვხედავდეთ, იმიტომ რომ თუ ეს ერთობა არ არის, მაშინ არანაირი გამარჯვებული ოპოზიციური კოალიცია არ არსებობს. ერთობის აი ყურეთ შეხედეთ, მე ამიტომ მინდა არ მინდოდა, მაგრამ გადავალთ. მე მოგწონს, კარგად გამოგდი. შეხედეთ. რო გესმოდეთ. საერთოდ ოპერატიულ დონეზე თანამშრომლობის არანაირი პრობლემა. ეს დღესაც მაგალითად ქალბატონ სალომესთან პარტიები ჩვენი მხრიდან იყო დატა ხვედელინი შეხვდნენ. მაგრამ ზოგიერთ ლიდერს აი რაღაცა აწუხებს და ეხა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ არანაირი პრობლემა აი ამ თანამშრომლობის არ არსებობს ზოგიერთი ადამიანი მე არ მომწონს ჩემს ამორჩეულსაც არ მოწონს მაგრამ მაშინ როდესაც საკითხი ეხება საერთო ეროვნულ დონის გამოწვევებს რა თქმა უნდა ჩვენ ერთად ვართ და მე არ მაქვს ამერთობის არანაირი პრობლემა, მაგრამ ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ ეს 4 პარტია ის კი არ არის, როდესაც ეროვნულ დონის საკითხებზე მიდის, იქ სხვა პარტიებიც არიან. ეს 4 პარტია რაღაცა ელიტარული კლუბი კი არ არის. მაგრამ ნუ აი ბარიერგადალახული. მე რა ბარიერგადალახული, გადმოლახული ვიღაცებმა 3 აიღეს. ანუ ვაზუსტებ, თქვენ ვიღაცები არ მოგწონთ, ამიტომ ერიდებით სიტუაცია, სადაც შეიძლება ამ ადამიანებთან ერთად დაფიქსირდეთ. არა. ვერცერთ კადრში, არც ერთ შეხვედრაზე რაღაცნაირად მე ვიღაცებს ამ კარწინკაში როგორც ისეთ არ ეწერებ. კარწინკაში არ ვეწერებ. ეს თქვენი შეგნებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვიღაცები არ მოგწონთ. ვიღაცებს არ ვენდობი. იმიტომ რომ ძალიან კარგად მინახავს ეს ვიღაცები, როგორ კურკურებდნენ ბიძინა ივანიშვილთან. და არ ვენდობი. რა არის გაუგებარი ვერ ხვდები. დღეს ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ნანახი ყავთ ივანიშვილთან, ივანიშვილის კარზე ნაკურკურები. რა თქმა უნდა. და ეს როგორ გითხრათ? ამორჩეველს ამის ცოდნის უფლება. როგორ? ამორჩეველს ამის ცოდნის უფლება მაყურებელს აქვს? თუ მიხვდეს უნდა თავისი. როგორ არის ცით საქმე? დიახ. მე ძალიან ვუფრთხილდები იმ საერთო ოპოზიციურ ერთობას, რომელიც არსებობს. მე არასოდეს სახელებით არ ვსაუბრობ, ყოველთვის ვცდილობ გვერდიავარო. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვიტან აი მას რამდენჯერაც რაღაც მორალს მიკითხავენ ხოლმე და მე ამაზე არასოდეს არ ვპასუხობ. არც ვაპირებ მომავალში ამაზე პასუხს. იმიტომ რომ მე ვიცი ერთი რამ. ხვალ იქნება თუ ზეგი იქნება. მე მინახავს, არ მინახავს, ვიცი, არ ვიცი. როდესაც ქვეყნისთვის გადამწყვეტი მომენტი დადგება, ვიღაცა იპოვის თავის თავში ძალას. რომ გადალახოს და მაინც მოგვიწევს ერთად დაჯდომა და კოორდინირებულად მოქმედება. ამიტომ არ ვდებ მე ბრალს არავის არაფერში. მე უბრალოდ ვამბობ, ერთ ცალკე აღებულ, ანუ ჯერ არ დამდგარა, აწე შეიძლება დადგეს ის მომენტი, როცა მოგიწევთ ყველასთან ერთად. რა შეიძლება იყოს? ესეთი მომენტები ადრეც იყო, მომავალშიც იქნება. მაგალითად გეტყვით რა იქნება. ხო დაინიშნება არჩევნები. ხო, ამ არჩევნებში ყველანი ხო უნდა მიხვდეთ ხა არანაირი მნიშვნელობა არ არის აუცილებელი რომ ერთი სიით წავიდეთ, მაგრამ ერთმანეთთან ბრძოლას რო აზრი არ აქვს, ამ არჩევნებმა ხო დაგვანახა. ხო? აგერ ნაციონალურ მოძრაობას ხო ძალიან კარგად დაანახა რომ გაყოფამ დააკარგინა 10% ხმების, ხო? დიახ. ხო, არის ბევრი რაღაცა, რაც გამოცდილება მოიტანა, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ეხლა მაინდა-მაინც უნდა ჩავეხუტო ვიღაცას რა. არა მაქვს მე ჩემი ჰიგიენა მაქვს ბოდიშით რა. და ამ ჰიგიენით ვაპირებ მომავალში ცხოვრებას და ვიღაცას თუ არ მოწონს, ეს მისი პრობლემაა. მაგრამ მე ამას არ ვხდი პრობლემად ქვეყნისთვის, ამომრჩევლისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ საერთო ეროვნულ საკითხებზე მე როგორც არ უნდა მომწონდეს ვიღაცა, მაშინ როდესაც ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება საკითხი. მაშინ როდესაც პატიმრების განთავისუფლებას ეხება საკითხი. მაშინ როდესაც ახალ არჩევნებს ეხება საკითხი. რაზეა საუბარი? აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 1000 ტყუილებით თავს დაგვესხმებიან, ვიტან. ჩათვალეთ ხელკანიანი ვარ. ვიტან.
და არ უპასუხობ. რომელი იყო ტყუილი რა სად დაგესხეს? მაგალითად ტყუილები იყო კაცო რო თქვეს რომ ისო რა ქვია კაცო არ მინდა ხა ისეთ ტყუილების მოტანა რომელიც ყველასთვის ცნობილია რომ არალეგიტიმური გახდებაო პარლამენტიო თუ ყველამ დატოვაო თუ მანდატებზე უარი თქვაო გახარიას გუნდმაწყო ტყუილია მეორე კითხვა იყო მე მგონი თქვენს ეთერში იყო კითხვა რომ ის არ გახარიას გუნდმაც მანდატები რომ დატოვოს რა ოცნება ხვალე არჩევნებს დანიშნავს არა რა თქმა უნდა ესეც ტყუილია რა ის 150 დეპუტატი ყველა იქ რო იყო მაშინ ოცნების პარლამენტი ლეგიტიმური იყო და რამე შეიცვალა არა რა თქმა უნდა ესეც ტყუილია და ამაში ვიღაცეები რო დროს ფულს ხარჯავენ და კიდე 1000 სულელეს რო აკეთებენ ვიღაც ამას ხო აკეთებს და ყველაზე ცუდი არის ის რომ აი ამ რაღაც ემოციებში პირველ რიგში ივანიშვილი ბიძინას ცისკვილზე ასხამენ წყალს და ეს რა თქმა უნდა ახლა კითხვის ნიშნებს ჩემთვის არ ბადებს მე ამას უფრო სხვანაირად ხსნი მაგრამ ნუ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს რა თქვენ გინდათ თქვათ რომ მანდატების ჩახსნა ასე შემოვაბრუნებ ამ კითხვას ივანიშვილი ბიძინას ცისკვილზე წყლის დასხმა არის ვიდრე არ ჩახსნა მანდატების ჩახსნა დღეს ჩვენთვის არის ლეგალურ თეთრ სუფთა დაფინანსებაზე უარის თქმა რაც ჩვენი პარტიის არსებობისთვის მომავალში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ შემდგომ არჩევნებში უბრალოდ რომ მივიღოთ მონაწილეობა ამისთვის ეს გვჭირდება. ჩვენ თუ არ მივიღებთ მონაწილეობას ეს რა თქმა უნდა ივანიშვილი ბიძინასთვის იქნება ძალიან საჩუქარი და რატო უნდა ძალიან ეს საჩუქარი გაუკეთონ სხვებმა? ნუ არ ვიცი მიპასუხონ. საარჩევნო ერთი კითხვა მაქვს ასეთი. მოიტანა ბოლო კითხვა იქნება თუ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა და არაფერი არ შეიცვალა 2025 წლის არჩევნებში მიდიხართ თუ არა? რა რომელ არჩევნებში? 2025 წელს ხომ არის წელს არჩევნები? საპარლამენტოში თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. იმიტომ რომ ერთის მხრივ ამ გარემოში ნებისმიერ არჩევნებს აზრი ეკარგება, მეორეს მხრივ შენ თუ პოლიტიკური პარტია ხარ, არჩევნებში მონაწილეობას რო არიღებ, მაშინ უნდა დახურო ეს ყველაფერი და წახვიდე სხვა საქმეს მიხედო. აი ეს ორი უკიდურესობა გვაქვს. ეხლა რა შეიცვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს გარემო შევცვალოთ. მე სხვანაირად დაგისვამთ ამ კითხვას რა. მე დამისვამ. კი, სტუმრები ამ ბოლო დროს შეკითხვებს აკეთებენ. არა, მე ძალიან კორექტული ვიქნები. თქვენ დიანა, თუ საკანონმდებლო გარემო არ შეიცვალა, უბრალოდ საარჩევნო გარემო არ შეიცვალა. არჩევნებზე 25 წელს წახვალთ და მიიღებთ მონაწილეობას როგორც სამრჩეველი. ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ვითარება, რომელშიც მე არჩევნებზე არ წავალ. ძალიან მომწონს თქვენი პასუხი, იმიტომ რომ ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამსჭვალული პასუხი, იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მადლობა თქვენ. გიორგი გახარი იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ.